ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 აპრილს პრესკონფერენცია გამართა. მან მედიასთან ისაუბრა ჩინეთთან სატარიფო პოლიტიკის შესახებ და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან და ეს შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს. თუმცა ზუსტად რა ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, დონალდ ტრამპი დეტალებზე ჯერ არ საუბრობს. ჩვენ ჩინეთთან მოლაპარაკებას თავს კარგად ვართმევთ და ვფიქრობ, ყველა ქვეყანასთან ეს პროცესი კარგად მიდის. ყველა სურს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება. მოგეხსენებათ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დღეში $5 მილიარდ ვკარგავდით. ეს ჩვეულებრივი საშინელებათა ფილმი იყო. დღეში $5 მილიარდი. ახლა ეს დანაკარგი მინიმალურია, რადგან საავტომობილო ინდუსტრიაზე, ფოლადსა და ალუმინზე 25%-იანი ტარიფები გვაქვს. აგრეთვე გვაქვს საბაზისო 10%-იანი ტარიფი. დაფიქრდით, ჩვენ ვაჭრობით $2 ტრილიონ ვკარგავდით და ეს დღეები წარსულში დარჩა. ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ. დონალდ ტრამპის ამ განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის ინტერვიუ, სადაც მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დეესკალაციის მოლოდინი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ვაშინგტონსა და პეკინს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად არ დაწყებულა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინურ იმპორტზე 145%-იანი ტარიფი დააწესა, რასაც ჩინეთის მხრიდან ამერიკულ იმპორტზე 125%-იანი საპასუხო ტარიფი მოჰყვა. ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჯერ არ უსაუბრია, თუმცა დასძინა, რომ ჩინეთთან აგრესიულ თამაშს აპირებს. ვერ ვიტყოდი, რომ მაინდა-მაინც ჩინეთთან, მაგრამ აგრესიულად თამაშს ვაპირებ პრეზიდენტ სი ძინპინთან. საბოლოოდ მათ მოლაპარაკებაზე წამოსვლა მოუწევთ, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი შეერთებულ შტატებში ბიზნესს ვერ აწარმოებენ. ჩვენ მათი ჩართულობა გვჭირდება, მაგრამ ამისთვის ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს ჩვენთან მოლაპარაკება მოუწევთ. ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა თეთრი სახლის სპიკერმა კაროლინ ლივიტმაც. მან გაიმეორა დონალდ ტრამპის სიტყვები და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უკვე 100-ზე მეტი სახელმწიფოსგან მიიღო კონკრეტული შეთავაზებები და შესაბამისი გუნდი განიხილავს მას. მისივე თქმით, ადმინისტრაცია წარმატებით წარმართავს ჩინეთთან და ინდოეთთან მნიშვნელოვან სატარიფო შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.